რჩებით ცენტრალურ აზიაში, გაზეთ უზბეკეთის ბაზარზე, რომელიც ბოლო წლებში აქტიურად ვითარდება და სულ უფრო მიმზიდველი არის, როგორც უცხოური და მათ შორის ქართული ბიზნესებისთვის. Როგორი არის უზბეკეთის ეკონომიკური გარემო, რომელი სექტორები არის განსაკუთრებით საინტერესო ქართული ბიზნესისთვის და უკვე ვინც ოპერირებს ამ ბაზარზე, რა გამოცდილებას გაგვიზიარებენ. ამ თემებზე დღეს ჩვენი სტუმრები გაგვესაუბრებიან, უზბეკეთიდან გვერდდება გიგა ფაიქიძე, ლოიალთეს დამფუძნებელი და სტუდიაში ჩვენთან ერთად არის ალექს გიჯაშვილი, Accent Consulting-ის აღმასრულებელი დირექტორი. დილამშვიდობისა გიგას, მივესალმები, მაინც დისტანციაზეა და მიხარია რომ დაგვიბრუნდა სტუდიაში. ალექს გიჯაშვილი და მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. გამარჯობა გიგა. როგორ მიდის საქმეები, რა ხდება, როგორი განწყობაა უზბეკეთში? ყველაფერი კარგად მიდის, ძალიან კარგი სიუჟეტი ჰქონდა და მომიწევს რომ თითქმის ყველა ნაწილში დავითანხმო ჩვენი საუბრის პროცესში, თუმცა შეგვიძლია რომ თითოეული ნაწილი ჩავშალოთ. რაც მნიშვნელოვანია, მოდი ის რაც სიუჟეტში ვერ მოხდებოდა, ქართველებზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა და ადასტურებ თუ არა ამ ამბავს? ვადასტურებ ამ ამბავს ერთის მხრივ ვადასტურებ იმას რომ ქართული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ფასობს უზბეკეთში, რაც გვიხარია ბუნებრივია ყველას. და მეორეს მხრივ ისიც უნდა აღინიშნოს რომ ქართველებიც არიან პროაქტიულები ამ პროცესში და ძალიან ბევრი ბიზნესი და საკონსულტაციო კომპანია ფიქრობს ზოგმა უკვე განახორციელა გარკვეული ტიპის ექსპანსია, ზოგი ფიქრის პროცესშია და მათ შორის დღეს და ხვალ იმართება ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც ბევრი ქართული ბიზნესი არის წარმოდგენილი B2B შეხვედრებისთვის. გულისხმობთ გაყიდვების გაყიდვების ასოციაციას დავით ჭიკვაიძის მიერ დაორგანიზებულ თემას, ხო, რომელზეც ჩამოვიდა. და TBC ბანკის პარტნიორობით რაც შეიქმნა. კარგი, ვიდრე გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს, თქვა დეტალური ჩაშლა შეიძლება გიგა არ გამოგვივიდეს, მაგრამ თქვენ მრავალი თვეა ამ თემას უზიხართ, ვიდრე განახორციელებდით სრულფასოვან ბიზნეს ექსპანსიას, როგორც ლოიალტე უზბეკეთში, გულისხმობ. შეგვიძლია თუ არა ორი სიტყვით ავწეროთ, რატო გახდა ეს ბაზარი ესეთი მიმზიდველი? ქართულ ჭრილშიც კი ბატონო და საერთაშორისო ჭრილშიც, იმიტომ რომ პირადი თუ საჯარო საუბრებისას თქვენ არაერთხელ აღიღვნიშნავთ, რომ ეს ქვეყანა შეიძლება აფასებს მეტად ქართულ პროფესიონალიზმს და აქ ძალიან ბევრი ბარიერი მოხსნილია, მაგრამ ფაქტია რომ ის საერთაშორისო ინვესტორების ძალიან დიდ ნაწილსაც იზიდავს მთელი მსოფლიოდან. აი ამაზე გვაინტერესებს თქვენი კომპეტენტური აზრი და შემდეგ უკვე ალექს გიჯაშვილსაც ანალოგიური კითხვით შეაწუხებს ნინი. მადლობა კითხვისთვის გიორგი, მცირედ რაღაც შესავალს გავაკეთებ. ჩვენი ისტორია როგორი იყო და როგორ გადავწყვეტეთ შესვლა უზბეკეთის ბაზარზე, ჩვენ 2024 წლიდან ვართ უზბეკეთში წარმოდგენილი, თუმცა დაახლოებით 2022 წლიდან უკვე განვიხილავდით რამდენიმე ქვეყანა, სადაც გვინდოდა რომ ექსპანსია განგვეხორციელებინა. შემდეგ დაემთხვა ისე ერთის მხრივ იყო USAID-ის ერთ-ერთი პროგრამის და საქართველოს ბანკის სავაჭრო მისიები, სადაც ორ შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა და ამან საშუალება მოგცა რომ კონტაქტებიც დაგვეგროვებინა ადგილობრივად და კიდევ უფრო მეტად გაგვეცნო ადგილობრივი ბაზარი და მეორე მხრივ იყო ძალიან წარმატებული გამოცდილება ქართული, მინდა აღვნიშნო განსაკუთრებით TBC ბანკი, რომელიც იყო თუ პირველი არა ერთ-ერთი პირველი, რომელიც შევიდა უზბეკურ ბაზარზე და გიგა არ მეთანხმები რომ ფაქტიურად ლოკომოტივი იყო ბევრი მიმართულებით გეთანხმებით აბსოლუტურად ინსპირაცია იყო ალბათ ბევრი კომპანია მათ შორის თქვენთვისაც რადგან ამ ზომის და ამ გამოცდილების კომპანიის მსგავსი გადაწყვეტილება ბუნებრივია ძალიან ბევრ რამეზე მიანიშნებს და აქვე მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო ამ ორგანიზაციის მიმართ და ის აღნიშნო რომ როგორც ქართველი სიამაყით ვივსები ხოლმე ყოველ ჩამოსვლაზე იმდენად პოპულარულია და იმდენად სწრაფად იზრდება ეს ბრენდი ჩვენზე 10-ჯერ უფრო დიდ ქვეყანაში. და 2024 წელს უკვე მოკლედ გადაწყვეტილი ჰქონდა რომ დაგვიარსებინა ოფისი, გაზაფხულზე უკვე გავხსენთ ორი კომპანიით შემოვედით, ჩვენ ლოიალტი აკადემიით და ლოიალტი კონსალტინგით, IT პარკის პრეზიდენტები და ეს რას ნიშნავს ამასაც ვეცდები რომ შემდეგ აგიზიაროთ, რადგან დარწმუნებული ვარ საინტერესო იქნება მაყურებლისთვის და დაახლოებით ზაფხულში დავიწყეთ უკვე ოპერირება, ანუ სადღაც 1 წელზე მეტია უკვე რაც რეალურ გაყიდვებს ვაწარმოებთ.
ეს ჩვენი კონკრეტული პერსპექტივიდან დანახული. თუმცა რაც შეეხება თქვენს კითხვას, ზოგადად რატო არის ეს ქვეყანა საინტერესო, თქვენს სიუჟეტშიც იყო ძალიან ბევრი ფაქტორი გამოკვეთილი, თუმცა რამდენიმეს ვეცდები რომ გამოკვეთო, იმიტომ რომ ჩვენთვისაც ეს როგორც საკონსულტაციო კომპანიისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენი პოტენციური კლიენტები ზუსტად არიან ეს კომპანიები, რომლებიც ინვესტიციებით შემოდიან ქვეყანაში, არამხოლოდ ლოკალებთან ერთად ბუნებრივია. ერთ-ერთი მთავარი არის ბუნებრივია სტაბილური ბიზნეს გარემო, რაც ბიზნესის წარმოებისთვის და ექსპანსიისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ის რეფორმირების ტემპი, რომელიც არის ჩამოსვლიდან ჩამოსვლამდე თვალში საცემი, აი მე დაახლოებით 3 თვე არ ყოფილა, ეხლა ტაშკენტიდან გეთვებით და უკვე რაღაცები შეცვლილი დაგვდა. იმდენად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ეს ყველაფერი, რომ ყოველ ჩამოსვლაზე გიჩნდება განცდა, რომ აი რაღაც მატარებელი მიდის, რომელსაც არ უნდა ჩამოვჭე და უნდა ვეცადო რომ დავეციო. რაც ბუნებრივია, ეხლა ჩვენ თუ ამას თვალს ვადევნებთ, სხვა ქვეყნებში არსებული ინვესტორებიც ამას თვალს ადევნებენ. ეს ძალიან ესე ზედაპირულად დანახული, ასევე ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც საკმაოდ ესეთია, შთამბეჭდავი არის ამ ზონის ეკონომიკისთვის. რეფორმირებაზე უკვე ვახსენეთ, დაახლოებით 200-მდე სხვადასხვა ტიპის რეგულაციის რეფორმირება და ლიბერალიზაცია და მე როგორც ვიცი, ბოლო 5 წლის განმავლობაში, რაც ასევე ძალიან შთამბეჭდავია, იყო ქვეყანაში გამოწვევა სავალუტო კურსთან დაკავშირებით და ესეც მოხსნილი არის მეტნაკლებად და სუმი არის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე სტაბილური ვალუტა დღეის მდგომარეობით რეგიონში, რაც ინვესტორებისთვის ასევე ძალიან კარგი სიგნალია და მათ ინტერესს იწვევს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საგადასტურებო გარემო და ერთ-ერთი ესეთი პრიორიტეტული საკითხია, რომელსაც ინვესტირების დროს აქცევენ ხოლმე ინვესტორები ყურადღებას, გადაწყვეტილების მიღების დროს. აქვს უზბეკეთს გარკვეული შეღავათები, საგადასახადო მიმართულებით და სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, მათ შორის თავისუფალი ეკონომიკური ზონების სახით აქვს IT პარკი, რომელიც უნდა მეკითხა, წევან ახსენე, რომ IT პარკთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მიდის იქ, რომ დაარეგისტრიროს კომპანია. გეტყვით IT პარკთან დაკავშირებით ცოტა უფრო მეტ ინფორმაციას დავიწყებ იმით, რომ ჩვენ ვართ ექსკლუზიური პარტნიორები საქართველოში IT პარკის, რაც გულისხმობს იმას, რომ სხვა შორის თქვენც გქონდათ ძალიან კარგად გაშუქებული შარშან, როცა იყო IT პარკის პრეზიდენტი ჩამოსული საქართველოში და გავხსენეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ კომპანიას, ვინც დაინტერესებული არის უზბეკეთში ექსპანსიით, ჩვენ ვეხმარებით საინფორმაციო კუთხით, შემდეგ უკვე სერვისების კუთხით და დღეს მდგომარეობით 30-ზე მეტ კომპანიას დავეხმარეთ, უკვე ქართულ კომპანიას, რომელიც უზბეკეთში რაღაც ფორმით შევიდა და დაიწყო ოპერირება, რაც ძალიან გვახარებს, ბუნებრივია. რაც შეეხება IT პარკის მომხიბვლელობას, ეს არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს საგადასახადო შეღავათები, რომელსაც თავაზობს ეს ორგანიზაცია ბიზნეს და ეს ფაქტობრივად ყველა მიმართულებით 0%-იანი დაბეგვრა. გარკვეული პირობებია და ამ დეტალებში ბუნებრივად ჩვენ თუ არ შევიდეთ და მეორე მხრივ ის ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის მხარდაჭერა, რომელსაც ეს ორგანიზაცია მართლა რეალურად ახორციელებს და ეს ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ, მეც ეხლა ის ჩემს უკან ხედავთ IT პარკის ლოგოს, IT პარკის ოფისიდან გერთობით, რადგან ჩვენი ოფისიც განთავსებული არის IT პარკში და ყველა ყველას თუ არა უმეტესობა, სადაც ხედავს თვითონ სახელმწიფო და IT პარკი პერსპექტივად, ცდილობს დაეხმაროს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის რეგიონებში განვითარების მიმართულებითაც. უზბეკეთი დიდი ქვეყანაა, მოგეხსენებათ, 14 სხვადასხვა რეგიონი, სადაც განთავსებული არის IT პარკები და ჩვენ გვაქვს ეს შეთანხმება და გეგმავთ უკვე რომ განვითარდეთ ამ რეგიონებში და ისინი მადლობა გიგა. კარგი, აბსოლუტურად ამ სივრცეს რომ განვითარდეთ. მადლობა. მადლობა გიგა ჩართვისთვის და რომ იყავით ჩვენთან ერთად. ალექს